როგორ ახართ გოგონებო, იმედი ყველა ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით, რამე ხო არ შეცვლილა, ვნახოთ მისი გრძნობას და ვნახოთ მისი მოქმედებაც. ყველას უღმესი მადლობა მინდა გოგონებო, გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და ფორტუნა. ფორტუნა ჩქარობს, რა თქმა უნდა, ფორტუნა გაგიმართლებთ, მე მაინც მინიშნებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, ტყუილად არ ხდება ეს, ამიტომ ნუ გეშინიათ, თქვენ თუ გონიათ, რომ არ გიმართლებთ, ყველაფერი კარგად იქნება და ნუ შანსებსაც გააჩნია, როგორ გამოიყენებთ, ხო, შეიძლება კონკრეტულ პიროვნებასთან არ იყოს ეს შესაძლებელი, მაგრამ ნუ გამაზავთ სხვასთან. მოდი ვნახოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ნახოთ ფიქრი. გრძნობა საკმარისია ორი კარტით და მოქმედება ვნახოთ. ეს ორი კარტით ვნახოთ მოქმედებაში ყველაფერი ჩანს. საერთოდ რომ მიხვდეთ ახლა თქვენზე არის თუ არა გაშლა, მოდი ვიმსჯელოთ რაც ხდება დასტის ბოლოს, ანუ პრობლემები არის, ნუ როგორც ყოველთვის. პრობლემებს გარეშე სად არის ხო ახლა ურთიერთობები. დაბრკოლებაა ძალიან ბევრი ამ ურთიერთობაში და შიში. ნახოთ ახლა საერთოდ ვისი შიში აქვს უფრო მეტად გამოკვეთილი, მაგრამ თქვენ შიშებსაც ვიტყვით, ანუ ნახე, თუ ღამღამობით გაქვს იმის შიში, რომ რაღაცა არ გამოსწორდება და იკარგება ყველაფერი და თქვენი გამლილი პერიოდის დაკარგულია, რა თქმა უნდა, თუ ასეთი შეგრძნებები გაქვთ და უფრო მეტად პანიკური შეტევები დაგეწყოთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თქვენზეა ეს გაშლა. ამ პიროვნებას რაც შეეხება, მასაც აქვს შიშები ანალოგიური და დანაშაული შეგრძნება განსაკუთრებით ხამე. ღამე ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენთან დაკავშირებით, გოგონებო. ესე იგი, ნახე როგორი მომენტია. ეხლა რას ფიქრობს თქვენზე? გაწელოს დროს გაწელოს და წააგებს თქვენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ აშკარაა ის მომენტი, რომ დაგკარგავს საბოლოოდ, არ მოითმენ, არ გინდა, იმიტომ რომ მოლოდინის პროცესში ხარ უკვე დიდი ხანი. და არ იცის რა გააკეთოს, რა აირჩიოს, მართლა რა აირჩიოს. საინტერესოა რა უნდა, მაგრამ ერთი ის არჩევანი აქვს, რომ უნდა მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება სიყვარულისკენ. სხვა დანარჩენი, ანუ თქვენი მოლოდინი, ანუ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ. შეიძლება გოგონებო იცოდეთ ამ ადამიანს, რომ გრძნობა აქვს და უყვარხართ, მაგრამ რაღაცა სხვა მოლოდინი გქონდეთ. აი, ამ კონკრეტულ თქვენს მოლოდინში ეს ადამიანი ძალიან გაჭედილია იმ კუთხით, რომ არ იცის რა ქნას, არა და არ უნდა დაკარგო, არა და ძალიან რთული არჩევანია. სიყვარული და შენთან ურთიერთობა თუ ისევ შენი მოლოდინი და რომ ისევ შენ არ დარჩი აქ იმედგაცრუებული. ასეთი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ემოციები აქვს ისე მე ვთქვა, ეს ფიქრები არის ემოციური, რა თქმა უნდა. ნახოთ რას გრძნობს. გრძნობა აქვს კი. გრძნობა აქვს. აქ არჩევანია მაინც, არჩევანია ზუსტად, ანუ თქვენი მოლოდინები არის ყველაზე მეტად, რაც ჩემთან ახლა ყველაზე მეტად ახლოს არის, ანუ თქვენი შეგრძნებები. ანუ რა ხდება? შეიძლება თქვენ ხედავთ ამ ურთიერთობაში ძალიან ემოციურად თავს, რომ განსაკუთრებულია თქვენთვის ეს სიყვარული, ამ სიყვარულს მოყვება ზოგჯერ რაღაცა არაადეკვატური ქცევები შესაძლოა თქვენი მხრიდან, ანუ ემოციური გაჭედვები, თუნდაც ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს, მაგრამ აი საყვარის როლშიც რომ იყო მაგალითად, ესეც შენთვის არის რაღაცა განსაკუთრებული და არა რაღაცა დაკნინებული მდგომარეობა. და ზუსტად აი რაღაცა თქვენი მოლოდინები და ადამიანის მოლოდინები ძალიან, ასე ვთქვათ, აცდენილია ერთმანეთს და არ იცის რა გააკეთოს, დაკარგოს შენთან რაც აქვს, თუ მოგცეს ის, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია მისთვის, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გააკეთოს და გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა კონკრეტულად არ გვინდა ზედმეტად რომ გავქეკოთ, ჩვენ თქვით, რომ ფიქრი გრძნობა მოქმედება კონკრეტულად, აი რაც ეხლა ყველაზე მეტად მძაფრად არის, იქიდან გამომდინარე გავცეთ პასუხი ამ კითხვას. გრძნობა აქვს, ერთი ეს იცოდეთ, მაგრამ აი ამ გრძნობისთვის რომ ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებს და გეგონება რომ თავს იფასებს ურთიერთობაში და ბევრისთვის მართლა არჩევანია, ნებისმიერი არჩევანი შეიძლება მოისაზრებოდეს და ნებისმიერი მესამე ფაქტორი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აინდა მაინც ვინმეა, ხო? მესამე ფაქტორი ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს ან თვითონ სიტუაცია, რა თქმა უნდა.
მოქმედება ექნება თქვენთან დაკავშირებით. გოგონებო, ნახე როგორ რაღაცა, თუ ადამიანი ურთიერთობაში არ აქვს მნიშვნელობა, მას ყავს გოგონა, უბრალოდ თუ ოფიციალურ ქორწინებაში იცოდეთ, რომ იქიდან წამოსვას არაპიროს, მაგრამ თქვენი გულისთვის მაინც ექნება მას ნაბიჯები, ენთუზიაზმი და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ იყოს აქტიური თქვენთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ვინმესთვის აქტუალურია არჩევანი, არჩევანს არ გააკეთებს. უბრალოდ ახლა რასაც ფიქრობს ეს ადამიანი ძალიან ცხადია, ამიტომ შესაძლოა ეს ერთ-ერთი თქვენი მოლოდინია. მოქმედება იქნება, უბრალოდ ეს მოქმედება არ იქნება სტაბილური. მიზანდასახულია ძალიან და კონკრეტული მიზანი აქვს ამ ურთიერთობაში. ნახე, ადამიანი გირჩევს, როგორ იცი, რომ მას უნდა, რომ შენ გიყვარდეს ძალიან ურთიერთობაში, მას უნდა შენთან ურთიერთობა, შენი სიყვარული, მიიღოს ამაში თვითონაც მონაწილეობა, მაგრამ რასაც პასუხისმგებლობა, სტაბილურობა და სერიოზული მოლოდინის გამართლება ქვია ხოტყილო თუ არა ვარ არა ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში რაღაცა ეს არ უნდა, არ აწყობს ეს ყველაფერი. ბევრისთვის, იმიტომ რომ მას უკვე აქვს თავისი სტაბილური ურთიერთობები, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს თუ ადამიანი თავისუფალია, უბრალოდ ამ მომენტში არ აწყობს მას ეს სტაბილურობა და ისედაც კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ თქვენ არსებობთ მის ხოვრებაში და რა თქმა უნდა, თვითონ და მისი სხვა ინტერესებიც. ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის. რთულია ეს ურთიერთობა გოგონებო თქვენთვის და თუ თქვენ საპასუხისმგებლო უბრალოდ პასუხისმგებლობას მარტო თქვენს თავზე იტვირთავთ, იცოდეთ, რომ უფრო და უფრო მეტად განაწყენებული დარჩებით ამ სიტუაციაში და ეს ის მომენტი, რომ სამპიროვნებას არ უნდა შეუმსუბუქო არც არჩევანი, არ უნდა შეიცოდო, რაც უნდა რთული ცხოვრება გქონდეს, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა თქვენზეც, საკუთარ თავზეც, როგორც წესია, ყველამ ასე უნდა მოიქცეს. ამიტომ არ გიღებთ თქვენ ამ ურთიერთობაში მარტომ გადაიტანოთ ეს სირთულეები და საერთოდ რთულია ეს ურთიერთობა ან იშორებ ამ ყველაფერს, ან კიდე რჩები რაღაც შეუმსუბუქებელ ვითარებაში. კი ბატონო, აქ არის გრძნობა, კი ბატონო, არის ქიმია და რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ ამ სირთულეებში და უსიამოვნო მდგომარეობაში დიდად ჩემთან არ მოდის ახლა ეს რაღაცა განსაკუთრებული ენერგიები მისი მოქმედებიდან, რასაც მე ვგრძნობ. ხო, მაინც გრძნობთ იმას, რომ არსებობს თქვენ შორის რაღაცა უხილავი ძალა, რასაც ეს დააპირისპირება და თვალებში ჩახედვა და რაღაცა მომენტალურად თავის დაკარგვა ქვია. ნუ ქიმია დავარქვათ ამ ყველაფერს. სიღრმე აქ თუ არა, ნუ მე ვიტყოდი, რომ მაინც სიღრმე აქ არ არის რა. თუმცა მაინც მზაფრი ქიმია. ეჭვიანობა, რაც უფრო მეტად რაღაცა გაურკვევლობა, რაც უფრო მეტად არჩევანია, რაც უფრო მეტად მოთხოვნებია ურთიერთობაში, უფრო მეტად გონია, რომ არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, უბრალოდ დაძაბულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სიტუაცია არ არის მოდუნებული. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში, დაანდროებით.